დღეს დიდი და საინტერესო ამბით დაიწყო დღე. შევიწყვეთ დილით, რომ თსუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდა. და ეს გადაწყვეტილება, როგორც მიქანაძემ თქვა, მიიღო რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე. მე მაქვს ასეთი შეკითხვა. რექტორი არის წარმომადგენელი მხოლოდ უნივერსიტეტის, მაშინ რიღასთვის არსებობს უნივერსიტეტებში აკადემიური საბჭოები, წარმომადგენლობითი საბჭოები და ფაკულტეტის საბჭოები. თუ მათ არავინ არაფერს ეკითხება და ასეთ მასშტაბურ გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ რექტორებთან კონსულტაციით. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესო იყო, დილით ასევე გაჩნდა პრეცედენტი იმის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ მეც გუშინ გავიგეო ამ ამბის შესახებ. მაშინ ახალი კითხვა ჩნდება. ესე იგი, რექტორებთანაც არ გაუვლიათ არანაირი კონსულტაცია? და მაშინ, როდესაც ჩვენ ზოგადად აი ამ დაანონსებულ რეფორმას ყველაზე დიდ წუნს ვდებთ იმაში, რომ ამით იზღუდება უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ნუ ღარ გვეკამათებიან.